მოგესალმებით. დღეს ასეთი თემა მინდა გავშალო, როცა ცნობიერი იმყოფება ბრძოლაში. როცა ისეთი ფიქრებია, რომ ადამიანი ებრძვის თავის თავს, ნეგატიური ფიქრები უტევენ, კიდაკით ატრიალებენ. სინამდვილეში ძალიან ბევრი ენერგია მიაქვს ამას და ძალა. ამ დროს ჩვენ შევდგებით ორი ნაწილისგან. როცა მიმდინარეობს შინაგანი დიალოგი, სწორად გავაკეთე, სწორად მოვიქეცი, ეს ასე უნდა მექნა, თუ ისე უნდა ყოფილიყო, თუ ასე უნდა ყოფილიყო. ჩვენ შინაგანად ვცდილობთ, დავიბრუნოთ რაღაცნაირად ის სიტუაცია და ვიწყებთ ანალიზს. ამ დროს მიმდინარეობს შინაგანი კონფლიქტი ჩრდილოვან მხარესთან. როცა არის შინაგანი კონფლიქტი, მაშინ ჩვენ გვხედავენ ბნელი არსებები. ჩვენ ყოველთვის ვეჭვობთ და ისინი ელოდებიან, როდის იქნებით ასეთ სიტუაციაში, ამ მდგომარეობაში. რამეზე რომ წამოვიგოთ. ზოგჯერ სპეციალურად შვებიან, რომ ამ ბრძოლაში ჩავერთოთ. იმიტომ რომ ჯერ არ გადავსულვართ იმ დონეზე, იმ ვიბრაციებზე, სადაც ისინი ვეღარ შეგვწვდებიან. თქვენ ჯერ იმყოფებით განკითხვაში, შეფასებაში, სინამდვილეში ბრძოლა არ უნდა იყოს. როცა არ არის ბრძოლა, არ არის ბრძოლა. როცა იწყებთ სწორია, არასწორია, თქვენ უკვე ბრძოლას იწყებთ. და ვინც ამ გზაზე დგას, ის ყოველთვის იქნება წაგებული. ის ებრძვის საკუთარ ბნელს. ის ჩვენი ნაწილია, რომელსაც აკლია სიყვარული. ის ნაწილი, რომელიც თქვენ არ მიიღეთ. რაღაც მხარე. მიიღეთ ბოლომდე თქვენი არჩევანი. მიიღეთ თქვენი არჩევანი, რომ ის ყველაზე სწორია და მართალია. როცა იწყებთ მსჯელობას, ესე იგი თქვენ უარყოფთ. როცა იწყებთ მსჯელობას, ესე იგი თქვენ უარყოფთ თქვენს თავში ღმერთს. ღმერთი არ ცდება. ის ყოველთვის იქცევა სწორად, იმიტომ რომ მიყვება თავის ჭეშმარიტ სურვილს. როცა იწყება შეფასება მსჯელობა, ესე იგი თქვენ ადაბლებთ თქვენს თავს. თქვენ გამოყოფთ თქვენს თავს თქვენი ღვთაებრივი არსისგან. როცა სულში აღარ გაქვთ გაყოფა, მაშინ თქვენი არჩევანი ყოველთვის სწორია. მართალია და ის მოდის საჭირო დროს. ის რაც იმ დროს გჭირდება, რომ გაიარო და გამოსცადო ის რაც გჭირდება. უბრალოდ შეხედეთ თქვენს მეორე ნაწილს და გამოუტყდით მას სიყვარულში. მადლობა გადაუხადეთ, რომ გაჩვენებთ იმ ადგილებს, სადაც ჯერ არ შეგიშვია თქვენი სიყვარულის სხივი. თქვენი სულის რომელი კუნჭულებიც არ შეგივსიათ სიყვარულით. მსჯელობა, განკითხვა, შეფასება. ეს ყველაფერი გაყოფილ სამყაროშია. როცა თქვენ შერწყმებით თქვენს ღვთაებრივ არსს, თქვენ ხვდებით, რომ არ შეიძლება, რომ შესლომა დაუშვათ. ნებისმიერი თქვენი არჩევანი ჭეშმარიტად მართალია. უბრალოდ არის გზა სულის, გზა შეცნობის. ღმერთის არასდროს არ აქვს ეჭვი. ის არის ჭეშმარიტი ცოდნა. ბნელი არ არსებობს იქ, სადაც არის ჭეშმარიტი ცოდნა. საიდუმლო ვერ უძლებს ნათელს. იქ, სადაც იმალება ჭეშმარიტება, აუცილებლად იბადება სინათლე. როცა ღებულობთ თქვენში ბნელს, ბრძოლა წყდება. ეს ის ნაწილია, სადაც ჯერ არ ჩაგიხედავთ. თუ შეუშვებთ სიყვარულს, ბნელი ქრება, ისიც სიყვარულად იქცევა, ისიც ნათლად იქცევა და თუ რამე დაარჩა, სადაც წინააღმდეგობა მოდის, უთხარი, კარგი, ხო, მიყვარხარ, მე გღებულობ შენ, დამშვიდდი და მორჩა, იქ ბრძოლა წამში ქრება. თუ ლაგამი არ ამოსდე იმ ნაწილს, რომელსაც სიყვარული აკლია, ის იწყებს ბნელის შობას, გაზდას, იმიტომ რომ ადამიანი მიდრეკილია ჩაიძიროს ამ მსჯელობას შეფასებაში, ჭეშმარიტების ძებნაში. ჭეშმარიტება არის ყველაფერი. თქვენი არჩევანი არის ჭეშმარიტება. ის არჩევანი, რაც თქვენ გააკეთეთ.
ის იყო ყოველთვის აუცილებელი და იმიტომ გააკეთეთ. ის იყო თქვენთვის საჭირო იმ მომენტში და იმიტომ გააკეთეთ. მიყვარხართ. ეს მიყვარს კიდე ძალიან.